და გადაწყვიტეს საკუთარი დანაზოგებით საახალწლო ნობათი მოემზადებინათ ომის ქარცეცხლში გახვეული სოხუმელებისათვის. სულ ერთია, ვინც არ უნდა იყოს იგი ქართველი, აფხაზი, სომეხი, ბერძენი, რუსი, ოღონდ კი საქართველო უყვარდეს, მისი სიკეთე და ბედნიერება უნდოდეს, მისი შვილობა ეამაყებოდეს. შეგროვდა მილიონ მანეთზე მეტი, რომლითაც კომერციულ ფასებში შეიძინეს 3 ტონა საქონლის ხორცი, ტონა ნახევარი შაქარი, 200 კილოგრამი რძის ფხვნილი, 500 კილოგრამი ხილფაფა. ხობის პურკომბინატიდან სოხუმელებს 3 ტონა პურის ფქვილი და 1 ტონა გამომცხვარი პური გაუგზავნეს. პურის მიმღებმა საწარმომ კი 4 ტონა სიმინდით გაუმართა ხელი ამ კეთილშობილური მისიის მტვირთველებს. ამ პროდუქტებით დატვირთული კოლონა ფოთისაკენ გაემართა. ფოთში ღამის ბინდით წამოგვეწია. პროჟექტორის შუქზე ჩვენს თვალწინ დაიტვირთა ხობელების ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის საზღვაო ნავსადგურში იმყოფება. ჩვენ ახლა იმ სეინერის გემბანზე ვდგევართ, რომელიც რამდენიმე წუთში გეზს აიღებს საფრონტო ქალაქისაკენ, სოხუმისაკენ. სეინერს მიყვებიან ხობელები, რომელთაც საახალწლო ნობათი მიაქვთ სოხუმელი თანამოძმეთათვის. გავესაუბრებით რამდენიმე მათგანს. გოგი, გთხოვთ 2-3 სიტყვით. მართალი გითხრათ, საქართველოში საახალწლო განწყობილებისგან ყველა შორსა ვართ. უნდა გითხრათ, რომ დიდი ხნის ტრადიციაა, რომ ხობელი და სოხუმელი მეგობრები მეგობრობდნენ. ეს ჩვენმა უფროსმა თაობებმა დაიწყეს და აგრძელებენ მომდევნო თაობები. ამიტომ ამ ნობათს მეგობრები უკეთებენ ნობათს, საახალწლო ნობათს, სოხუმელ მეგობრებს, ულოცავენ ახალ წელს და ძალიან გვინდა რომ იყოს მშვიდობა, არ იყოს ეს ძვალთამკვლელი ომი და ის, რასაც ჩვენ ჩავიტანთ, გვინდა რომ მოხმარდეს სასიკეთო საქმეს, მათ ოჯახებს, მათ შვილებს, მათ მეგობრებს. გია, თქვენ როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, რასთანაც დაკავშირებული სოხუმთან, რას გვეტყოდით? სოხუმი ჩემი მშობლიური ქალაქია, იქ ჩემი ნათესავები, მეგობრები, ძმაკაცები